Კვირათა ეთერშია ყოველკვირეული რუბრიკა ბენეფიტი. დღეს ვისაუბრებთ სამშენებლო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და ურბანული განვითარების ტენდენციებზე. ჩვენი სტუმარია იბერ კომპანია ჰოლდინგის დირექტორი ლევან დიასამიძე. მადლობა ბატონო ლევან სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ლევან, პირველ რიგში დავიწყოთ სამშენებლო სფეროზე და ზოგადად მის გამოწვევებზე. Როგორ ფიქრობთ, დღეს დეველოპერები აშენებენ იმას, რაც ბაზარში ჭირდება თუ იმას, რაც მარტივად იყიდება? საკმაოდ საინტერესო კითხვაა, თუმცა პასუხი ძალიან მარტივია ზოგადად. დეველოპერები აშენებენ იმას, რაც მარტივად იყიდება და რაც ბაზარს ჭირდება. შესაბამისად, თუ ბაზარს არ სჭირდება, მარტივადაც ვერ გავყიდით, აქედან გამომდინარე, სრულად ვერ გებით ბაზრის მოთხოვნებს დღეს, ესე ვთქვათ, და ყველა დეველოპერი ცდილობს, რომ ბაზარზე ესეთი კომფორტული და სწორი პროდუქტი მიიტანოს, ესე ვთქვათ. ანუ კითხვაზე პასუხი არის ის, რაც სჭირდება ბაზარს და რაც მარტივად იყიდება. Როგორ შეიცვალა ზოგადად ბოლო წლებში მომხმარებლის მოთხოვნები, რას აქცევენ ისინი ყურადღებას უძრავი ქონების შეძენის დროს? იცით რა, ყველაფერი იხვეწება ხოლმე და ჩვენც როგორც ბაზარზე, როგორც დეველოპერები და მშენებლები, ასევე მომხმარებლებიც უფრო მომთხოვნები ხვდებით. ამას თან ერთვის გაზრდილი კონკურენცია, ამას თან ერთვის ცნობადობის ამაღლება. მნიშვნელოვნად არის შეცვლილი მოთხოვნა მომხმარებლებისგან და დეველოპერები ცდილობენ, რომ მოერგნონ ამ მოთხოვნებს. განსაკუთრებით შეცვლილი არის ხარისხთან მიმართებაში, ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში მოთხოვნები, კომფორტულ გარემოსთან მიმართებაში. თუ ადრე არავინ არ აქცევდა ან ნაკლებად აქცევდა ყურადღებას გამწვანებულ გარემოს ეზოს, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეკოლოგიური მოთხოვნები, ბევრი რამ შეიცვალა, ესე ვთქვათ, უახლოესი ალბათ 10-15 წლის განმავლობაში და დღეს ვფიქრობ, რომ ბევრად წინა ვართ, ვიდრე ვიყავით მანამდე. შესაბამისად, დავიხვეწეთ ორივე მხარე, ერთმანეთს ხვეწავთ და კიდე ამაში გვეხმარება, რა თქმა უნდა, გაზრდილი კონკურენცია. საინტერესოა ფასებთან მიმართებით, ამ მხრივ როგორ არის ბაზარი რეალურად დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით, გვაქვს თუ არა იმ საშიშროება, რომ რეალურად საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ისევ დგას მიგრაციული შოკის წინაშე და რამაც შეიძლება რეალურად ფასების კიდევ უფრო გაზრდა გამოიწვიოს? მოდი ესე ვთქვა, ძალიან უკანასკნელ პერიოდს ძალიან აქტუალური თემა არის და გვაწუხებს მთელ ქვეყანას აწუხებს მიმდინარე სიტუაცია, მიმდინარე მდგომარეობა და ორ ნაწილად გავყოფდი კითხვაზე პასუხს. პირველი სამშენებლო მიმართულება ზოგადად მე ვფიქრობ, რომ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გაძვირება. ჩემი მოსაზრებით დაახლოებით 10-15% ფარგლებში მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება და ეს გარკვეულწილად აუცილებლად აისახება ფასებზე, უძრავი ქონების ფასებზე. რატომ არის მოსალოდნელი? პირველი, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ირანთან სავაჭრო ბრუნვა გქონდა დაახლოებით 350 მილიონის ფარგლებში. აქედან 250-270 მილიონი შემოგქონდა და ეს იყო ძირითადად სამშენებლო მასალები, ეს იყო ფილები, ეს იყო ფოლადის მასალა, არმატურა, რასაც ვეძახით და ასე შემდეგ. ესენი ფაქტიურად ან შეწყდა საერთოდ, ან ძალიან გაძვირდა. შესაბამისად, ბაზარზე გარკვეულწილად შორტიჯია და უკვე იგრძნობა ფასების ზრდა რიგ პროდუქტებზე. მეორე ეფექტი ის არის, რომ ამ სამშენებლო მასალებში გაზ და სხვა ენერგო, ესე ვთქვათ, რესურსებს უჭირავს 50-60-70% ფასწარმოქმნაში. შესაბამისად, გაძვირებული ენერგო რესურსები აუცილებლად აისახება მათ ფასზე. ასევე ტრანსპორტირების ღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და მეოთხე ფაქტორი, რასაც ვფიქრობ, რომ თუ გაგრძელდა ეს პროცესი, ფინანსური რესურსის ღირებულებაც გაიზრდება. ეს მაფიქრებინებს, რომ ფასები ბაზარზე აუცილებლად გაიზრდება და საყურადღებოა, ესე ვთქვათ, რაც შეეხება მიგრაციის შოკი, მეორე ნაწილს რო დაუბრუნდეთ, აქ სიმართლე გითხრა, პირიქით მოლოდინი მაქვს ქართული რეალობისთვის და ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად გაყიდვების ზრდაზე უფრო აისახება მიგრაციული ნაწილი, მიგრაციით გამოწვეული, ესე ვთქვათ, და ინვესტიციების გადმოდინებით გამოწვეული ეფექტების საფუძველზე. ზოგადად ფაქტია, რომ უნდა ვაღიაროთ საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბაზარი არ არის სტრატეგიები, რითიც რეალურად ამ მოცემულობას ებრძვის დეველოპერული სექტორი.
სამწუხაროდ უახლოესი ალბათ 5-6 წლის განმავლობაში ყოველწლიურად რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს ბაზარზე. ეს არ არის ის გამოწვევა, რაც იყო კორონავირუსის დროს. ეს არ არის ის გამოწვევა, რაც იყო კრიზისების დროს. ეს შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი უკეთესი გამოწვევა, იმიტომ რომ გაყიდვების ზრდის მოლოდინი უფრო გვაქვს, ვიდრე შემცირების და გამოწვევა არის ფასები ამ შემთხვევაში და მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი ალბათ იქნება და ვიპოვით უფრო სიტყვაზე იაფიანი სამშენებლო მასალებს ჩინეთიდან იმპორტით, რაც ტრანსპორტირების დროს გვიზრდის, თუმცა აუცილებლად ჩაანაცვლებს. ანუ გამოსავლები არსებობს და არც ისე ცუდ პერსპექტივებს ხედავ ამ შემთხვევაში. ეს აისახება თუ არა ხარისხზე, როგორც თქვენ ახსენეთ, ბიუჯეტური მასალებით შემდგომ უკვე თქვათ მშენებლობების გაგრძელება არის თუ არა ხარისხთან მიმართებით? ყველაზე ნაკლებად ეგ გვინდა რომ მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტური მასალა ხშირ შემთხვევაში ნიშნავს დაბალ ხარისხს. აქედან გამომდინარე ალბათ გაუჩნდება ზოგიერთ კომპანიას ამით ცდუნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ კომპანიები, ვინც ფიქრობს და მუშაობს საკუთარ იმიჯზე და მომავალზე, ნაკლებს ავარაუდოა, რომ გადადგას ის ნაბიჯი, რომ შეიძინოს უხარისხო. აქამდეც იყო ბაზარზე, ესე ვთქვათ, დაბალი ხარისხის ფოლადის მასალა, არმატურა, ესე რომ ვთქვათ, და ჩვენ და ჩემს ირგვლივ კომპანიები ამას არ ხმარობდნენ, ესე რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, მოლოდინი შეიძლება გაჩნდეს, გარკვეულწილად ცდუნება შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ კომპანიები, ვინც უფრთხილდება თავის იმიჯს და ხარისხს, შესაბამისად იმოქმედებს და ვფიქრობ, რომ არ ჩავლენ იმ სეგმენტში, სადაც ეგ მოთხოვნაა. როგორ ფიქრობთ, როდესაც რეალურად ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა დასტაბილურდება და იმედი გვაქვს რასაკვირველია, რომ მალე დასტაბილურდება, გამოიწვევს თუ არა ეს შემდგომ უკვე საქართველოში უძრავი ქონების ფასების ვარდნას, რადგან რეალურად იმათთვის, ვინც საინვესტიციოდ ახორციელებს თქვა ჩვენთან დაბანდებას, თანხების აღარ იქნება რეალურად იმდენად საინტერესო განხორციელებული ინვესტიციები. უნდა ესე ვიტყვი ღმერთმაც ქნას, რომ მალე დარეგულირდეს ეს სიტუაცია, თუმცა იმის მოლოდინი, როდესაც ანალიტიკებს უსმენ მკითხულობ, მოლოდინი რო სწრაფად საწვავზე და ესე ვთქვათ სხვა პროდუქტებზე ფასები შემცირდეს, ამის მოლოდინი არ არის. ანუ ფასწარმოქმნის ნაწილში სწრაფად მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც სწრაფად ჯერ არ გაიზრდება გარკვეულ პერიოდში, ამის მოლოდინი არ აქვს. რაც შეეხება თვითონ ინვესტიციო ნაწილს, ამას ცოტა სხვაგვარად უყურებ მე პირადად, რადგან ახლო აღმოსავლეთში ადრე ახლო აღმოსავლეთი ითვლებოდა ადგილად, რომელიც იყო 3-4 ინვესტორებისთვის, სადაც ძალიან სტაბილურად შეგეძლო დაგებანდებინა და საკმაოდ კარგი ამონაგებით ვითარდებოდა. მე ვფიქრობ, რომ აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მინიმუმ რამოდენიმე წელი, მინიმუმ ალბათ 5-7 წელი იგივე სტატუსის აღდგენისთვის იქნება საჭირო, დღესვეც რო დასრულდეს ომი. გულისხმობ, რომ ინვესტორი, რომელიც ადრე აბანდებდა თუნდაც დუბაიში უძრავ ქონებაში, დღეს საკმაოდ დისკომფორტებს განიცდის და მოლოდინი აქვს, რომ ხვალდაზე მსგავსი რამ ისევ შეიძლება გამეორდეს. იცით, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფასები უძრავ ქონებაზე და გაყიდვები. შესაბამისად, ეს გარკვეულწილად გამოიწვევს, რომ ჩვენ რეგიონში ჩვენი, ესე ვთქვათ, წილი ჩვენც მივიღოთ გადმოდინება იმ აქტივების, რაც შეიძლება იყოს. თქვენ აღნიშნეთ, რომ რეალურად გაყიდვები არის მაინც უფრო პრიორიტეტი. ამ მიმართულებით რომ განვაგრძოთ საუბარი, სად მთავრდება ბიზნესი და იწყება პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე? მოდი ესე ვთქვათ, ეს საკმაოდ ხშირად მსმენია მოსაზრება, რომ ბიზნესი აკეთებს და მოწადინებულია, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს და ამ დროს მეორე მხარეს არის გადადებული ქალაქის განვითარება, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. აქ შეიძლება ითქვას, რომ წითელი ხაზი მნიშვნელოვნად არის გავლებული და ცალსახა. ბიზნესი ყოველთვის მოწადინებულია და ყოველთვის მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს, მეტი ააშენოს და მეორე მხარეს არის ქალაქი, რომელიც არეგულირებს
როგორ მოიქცეს, სად დაშენდეს, სად განაშენიანდეს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი ნაწილი უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული და ასევე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ბევრი დეველოპერი ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ქალაქისთვის რაღაც კოეფიციენტები შეიძლება არც იყოს მისაღები. მარტივად გეტყვით, რომ გვაქვს პროექტი, სადაც შეიძლება დასაშვები იყოს უფრო მაღალი კოეფიციენტი, მაგრამ არ ავიღეთ, იმიტომ რომ ვიცით რა დისკომფორტი შეიძლება შეუქმნას ჩვენსავე მობინადრეებს. ეს არის ალბათ ყოველთვის ისეთი ზღვარი არის, რომელიც რთული დასაჭერია ბიზნესსა და ესე ვთქვათ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილს შორის, თუმცა ესეც განვითარების ნაწილია, ესეც იმიჯის ნაწილია და აუცილებლად მივალთ მანდამდეც, რომ კომპანიები დაფასდებიან იმის მიხედვით, თუ რა სოციალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ, თუ რა პროექტებს აკეთებენ, რამდენად აწუხებენ ქალაქს თავიანთი პროექტებით და ამის შემდეგ უფრო გახდება საგრძნობი და სწორი ქმედებებს დავინახავთ უფრო ბიზნესიდან. დაბალი კოეფიციენტის უბნები ეს რეალურად ურბანული სტრატეგია, რომელიც იცავს ამ უბნებს თუ გაყინული პოტენციალი და დროებითი რეგულაცია. საინტერესო თემა არის და გვიფიქრია ბევრი ამ საკითხზე. დღესდღეობით მე ვფიქრობ, რომ გაყინული პოტენციალია და რატომ არის გაყინული პოტენციალი? დაბალი განაშენიანების უბნებში ბიზნესის კეთება არ არის მომგებიანი, რადგან ჯერჯერობით საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება არ შეესაბამება არ არის იმ დონეზე, რომ უზრუნველყოს მომგებიანი პროექტების განხორციელება დაბალი განაშენიანების უბნებში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს მოვა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. როგორც კი ეკონომიკური ზრდა გვაჩვენებს, რომ უძრავი ქონება ძვირდება და თქვენიცით შეზღუდულია დღეს მიწა ფაქტიურად თბილისში აღარ არის, ნელ-ნელა აუცილებლად გადაინაცვლებს დაბალ განაშენიანებაში და აუცილებლად დაიწყებს ათვისებას ბიზნესი დაბალ განაშენიანებაში. თავარია ფასი ოდნავ ზემოთ ავიდეს, ანუ ქართულმა ეკონომიკამ მოგცეს იმის საშუალება, რომ ცოტა ძვირად გავყიდოთ და შემდეგ უფრო სწრაფი ტემპებით დაიწყება განხორციელება საინტერესო პროექტების ძველ უბნებში, განაშენიანების, დაბალ განაშენიანებაში ასე ვთქვათ. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა გამწვანების პრობლემა. ძალიან აქტიურად არის იმ უბნებში, სადაც კოეფიციენტი მაღალია და საინვესტიციოდ მომგებიანი არის ყველა მშენებელისთვის, რეალურად არ არის საერთოდ მწვანე სივრცე დატოვებული. ამ მიმართულებით რა ქმედეთი ნაბიჯები არის გადადგმული თქვენი მხრიდან? იცით რა არის კონკრეტული კოეფიციენტები, რომელიც საზღვრავს ყველა პროექტში რა მოცულობის გამწვანებული ზონა უნდა იყოს. ძალიან კარგად არის რეგულირებული და მე არ მახსოვს გამონაკლისი, როდესაც გამწვანებული ზონა, რეკრეაციული ზონა შეცვლილიყო სამშენებლო ზონით უკანასკნელ პერიოდში ყოველ შემთხვევაში მე ესეც ვერ გავიხსენებ. შესაბამისად, ერთი თუ გვინდა, რომ მეტი გამწვანებული ზონები იყოს, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს კოეფიციენტი. თუმცა დღეს ამის საჭიროება არის თუ არა, მე ვფიქრობ, უფრო საჭიროება არის ურბანული სხვაგვარი ურბანული განვითარების და მაღალი განაშენიანების ქალაქიდან გატანის ზოგადად. შემდეგ დარეგულირდება უკვე გამწვანების ნაწილიც, ესე ვთქვათ. რეალურად თუ კოეფიციენტების ცვლებას მოვითხოვთ, მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი რაღაც პრესტიჟული ისტორიული უბანი, თუნდაც ავლაბარი, პირობითად ვამბობ, რომელიც გამოირჩევა ავარიული შენობებით, თუმცა ამითი თითქოს ინარჩუნებენ მის ისტორიულ ღირებულებას. როგორ ფიქრობთ, თქვათ, რა არის გზები, რომ ამ უბანს დაიხმარონ, განაახლონ, მაგრამ ამავე დროს ეს ისტორიული ღირებულებებიც იყო შენარჩუნებული. ნახეთ, ზუსტად მან დავართ, რომ წეგან რასაც საუბრობდი, დაბალი განაშენიანების ერთ-ერთი უბანი არის ავლაბარი, სადაც ბიზნესისთვის საინტერესო მოდელი ბიზნეს მოდელი უნდა შედგეს, ესე ვთქვათ. ბიზნეს მოდელი რო შედგეს, გასაყიდი ფასი უნდა იყოს შედარებით მაღალი, რასაც დღეს ვერ უზრუნველყოს ეკონომიკა. ან ბიზნესი უნდა მივიდეს და მოითხოვოს შედარებით მაღალი კოეფიციენტი, რომ შეძლოს პროექტის განხორციელება. ვფიქრობ, რომ პირველი ეკონომიკური ზრდა მოგცემს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ესეთი პროექტების ათვისება და მეორე ძალიან ფრთხილად, მაგრამ უნდა განვიხილოთ გამონაკლისი кейსები ამ უბანში თუ გვინდა განხორციელება ბიზნეს მიეცის საშუალება, რომ სხვა უბანში კოეფიციენტი გადაათამაშოს. ანუ აქ კი ააშენოს სიტყვაზე დაბალი კოეფიციენტით, მაგრამ თუ სხვაგან აქვს მშენებლობა, იქ მისცეს საშუალება, რომ ეს კოეფიციენტი იქ დაიმატოს და საბოლოო ჯამში დააბალანსოს, ესე ვთქვათ, თავისი მოგება. და ბოლოს, როგორ ხედავთ თბილისის ურბანულ განვითარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში? როგორია თქვენი მოდელი?
იცით რა მოლოდინდა სურვილს უფრო გეტყვით, იმიტომ რომ დღესდღეობით გვინდა არ გვინდა თბილისი ვითარდება, როგორც ვითარდება, გემოვნების ამბავიც არის ურბანული უამრავი პრობლემები, გვაქვს საცობები, რომლებიც რიგი პრობლემებიდან გამომდინარეობს და საკითხებიდან გამომდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ქალაქი უნდა გაიშალოს და გავიდეს, ესე ვთქვათ, ჰორიზონტალურად განვითარდეს და არა ვერტიკალურად, როგორც დღეს ვითარდება და შედარებით სპონტანურად, თუმცა კოეფიციენტების ნაწილში არ შეიძლება, რომ თქვა, რომ არ არის მოწესრიგებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უნდა ავითვისოთ ახალი უბნები, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურები მოეწყოს, პირველ რიგში გზები და ასე შემდეგ. ამის შემდეგ იოლად შეძლებს ბიზნესი განვითარებას, რადგან უბნამდე მისასვლელი გზები თუ არ გაკეთდა და ერთ ან ორ დეველოპერს ძალიან გაუჭირდება ამ უბნების ათვისება. იმდენად მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის.